უჩვეულო ამბავია მეგობრებო, მესამედ გამოდივარ უკვე, ორჯერ გამითიშეს უკვე. ესე იგი, საუბრობდი იმაზე, რომ 18 წლამდე ასაკის ბავშვები ნახეთ როგორ აქ დაფიქსირებული. სულო საქართველოში არის ცხოვრობსო წინა რეესტრით, ამონაწერით 3.805.000 ადამიანიო, 805,000 ადამიანიო. და საარჩევნო ხმები, ესე იგი, არჩევნებში მონაწილეები დათვალეს 3.705,000. ესე იგი, თურმე რაღაცა 100,000 კაცი თვლის 18 წლამდე ასაკის არასრულწლოვნები. სინამდვილეში ეს არის 22% საქართველოს მოსახლეობის. დაახლოებით 800-900,000. აი ეს ციფრი 700,000, 800,000 ამომრჩეველი ხმები სად მიდის? აი ეს არის საინტერესო და ამაზე სერიოზული ისაა. ეს არის სერიოზული საკითხი, გამოსაკვლევია ნამდვილად და საგანგაშოა. თავიდანვე თუ შენ უკვე 700,000 ხმას ჯიბეში ჩაიდებ, აი რანაირადღა უნდა მოიგოს ვინმე პატრიოსანმა ადამიანმა, ხო? და ამას ემატება კიდე ადმინისტრაციის რესურსი და აუ ჩვენ პირველ ტურშივე 60%-ს ავიღებთ. 60 კი არა კაცო, რატო არ აიღებ, აბა? თუ თავიდანვე 40% ჯიბეში ჩაიდებ, არა? და ხალხიც არ მოვა, იმ რაღაცა ნაწილს მერე ჩაიდებ ჯიბეში და იქნება და გამოგივა ბოლო 60%. ამიტომ აქტიური ბოიკოტი, რაც შეიძლება დაბალი ლეგიტიმაცია ჰქონდეს მეგობრებო და ჩვენი ბრძოლა უნდა გაგრძელდეს იმაზე, რომ ქართველი ხალხის დიდი ძალა უნდა გამოვიდეს და აი ეს რეჟიმი ვაიძულოთ, მივაღებინოთ სამართლიანი საარჩევნო დემოკრატიული არჩევნების სისტემა. აი ეს თუ ჩვენ ამას მივაღწევთ, აუცილებლად ქართველ ხალხს შანსი მიეცემა ხელისუფლებაში მოიყვანოს თავისი რჩეული ხალხი. და ყველაფერი კარგად იქნება ამის შემდეგ. ეს არის გადასალახი, ეს არის გასაკეთებელი. ეხლა რამდენჯერ ჩამიშალეს ხედავთ, ბევრი ხალხი უსმენდა, მაგრამ მესამედ მეორედ გამითიშეს, მესამედ ჩავთე უკვე. მაგრამ ძირითადი ალბათ გითხარით, მე წინა ვიდეოში უკვე წარმოგიდგინეთ, ვის დავამატეთ გაერთიანების თავარ სათათბიროში. დანარჩენს 21 სექტემბრის აქციაზე ყველაფერს მოგახსენებთ თანდათან. და ასევე გამოვართ ქალაქში და ხმის გამაძლიერებით გამოვაცხადებთ სხვადასხვა უბნებში, ისე რომ თბილისის ძირითადმა ნაწილმა იცოდეს, დანარჩენს ჩვენ პირდაპირ ეთერებით ეხლა უკვე იმაში შევიყვანთ ამ ლამაზ სტუდიაში უკვე შევიყვანთ ეხლა ინტერნეტი იქ ვერ იჭერდა და თვითონ პატრონმაც გითხრა რომ აქ ცუდად იღებსო და შემოყვანა დაგჭირდებათო და ამ დღეებში ჩვენ აუცილებლად შემოვიყვანთ ინტერნეტს, ამიტომ ვერ გავაკეთეთ იქიდან პირდაპირ ჩართვა, გავაკეთეთ ჩანაწერი, რომელსაც ალბათ უკვე ხვალ შემოგთავაზებთ. დანარჩენი ძალა ერთობაშია, ჩვენ ეხლა ვიქოქებით სპეციალური ესკიზია მაგიდაზე შექმნილი და სამშაბათს ეგეც უნდა მივიდეთ და დავამზადებინოთ. მოკლედ გავიმართებით ამ კვირაში და იმ კვირიდან უკვე ვიწყებთ აგიტაციას 21 სექტემბრის აქციაზე და ალბათ ეხლა უნდა ვნახოთ რა შეგვიძლია ქართველ ხალხს. ეს იქნება ნამდვილად ტესტი ღირს თუ არა რომ ჩვენ ისევ და ისევ ბრძოლა გავაგრძელოთ თუ საერთოდ მიძინებულია ქართველი ერი. იმას ვერავინ ვერ იტყვის რომ ჩვენ რაღაც ძალა დავაკელით, პირადად დაურეკავთ ჩვენ რეგისტრირებულ 1000 ადამიანს და დანარჩენი კიდევ გეუბნებით რომ გამოვალთ და გამაძლიერებლებით ქუჩებში ყველას გავაგებინებთ და ამას მოყვება კიდევ პირდაპირ ეთერები რომ საქართველოს მასშტაბით მეც ბატონი დემურ გიორხელიძეც გააკეთებს ამაზე ხშირად გადაცემებს და დარწმუნებული ვარ რომ საქართველოს მოსახლეობის ძალიან დიდ ნაწილს ეწოდინება. ამის შემდეგ ჩვენ მეტი არაფერი არ შეგვიძლია, დანარჩენი უკვე ხალხზეა დამოკიდებული. თუ
აქ სულვილო გადავარჩინოთ, სამშობლო გადავარჩინოთ. ჩვენ არც ერთის კანონისთვის არ ვიბრძვით, ბოიკოტს უცხადებთ ამ ფარს, ამ ადგილობრივ არჩევნებს და იმედი გვაქვს, რომ ქართველი ხალხი ამას სწორად შეაფასებს და კიდევ ერთხელ 30-ად არ მოატყუებინებს თავს ამ ნაძილებს. მადლობთ ყურადღებისთვის, მეგობრებო, დიდი მადლობა და ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი. ხშირად შეგეხმიანებით სტუდიას რო გავმართავთ, შემდეგ კვირებში უკვე გავაკეთებთ სერიოზულ კარგ გადაცემებს. კარგად ზანდებოდეთ.